დღის სხვა თემების შესახებ 100,000 ტონა მანდარინიდან დღეისათვის ექსპორტზე საერთო მოსავლის მიათედით არ არის გატანილი. მონაცემებს საჭირის სავაჭრო სამრეწველო პალატა გვაწვდის. სამსახურის ინფორმაციით სხვადასხვა ქვეყნებში 7,918 ტონამდე მანდარინია გატანილი, გაცილებით უფრო მაღალ მაჩვენებელს გვაწვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებამ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, დღის ბოლოს კი მხოლოდ რეალიზებული ციტრუსის ოდენობა შეგვატყობინა. სამინისტროს ინფორმაციით აჭარიდან ექსპორტირებული სულ 10,300 ტონა მანდარინია. აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემას უჩივიან. ადგილობრივების ერთი ნაწილი მოსავლის მოკრეფისგან თავს იკავებს. მათი განმარტებით შემსყიდველები სოფელში ამ დრომდე არ გამოჩენილან. ვიდრე არ მოვუკრიფოთ ციტრუსის მანდარინი ადრე შემოვიდა ჯერ ერთი. მე მუშტარი არ არის რომ ვერ ვასაღებთ. და რა აზრი ქონდა მოკრეფას. უმრავლესობას მოკრეფილი აქვს, მაგრამ არავის არ გაუსაღებია ჯერ. არ მოსულა კლიენტი არავის. ასე ჯერ არ ყოფილა, არავინ არ შემოსულა საერთოდ. თითქმის 70-80% ასე. სიმდგომარეობაში ყველა. ახლა მოკრეფილი აქვს ვიცი? 8 ტონა, 9 ტონა, აგერ მეზობელთა ჩემთან რამოდალი მეზობელთა ბალკონს დაყოლია, იგი 8 ტონა დაყლილია ყველა ზარჩი. ვინმე არა კლიენტი მოსული. დაბაჩაქვში მცხოვრებმა მაგული ბერიძემ 15 ტონამდე მანდარინი უკვე მოკრიფა, თუმცა მის რეალიზებას ვერ ახერხებს. იგი ამბობს, რომ ციტრუსის ნაყოფმა უკვე გაფუჭება დაიწყო. მე ციტრუსს 1 კილოგრამ ციტრუსში 70 თეთრის აღებას ელოდება. 15 ტონა გვაქვს მოკრეფილი, კიდე 2-ს ველოდებით რომ მოუკრიფოთ, ამინდები არაა და კლიენტი ჯერ არ ყოფილა. ასეთი წელი არ მახსოვს. თავიდან იყო ლაპარაკი, ვითომ 70 იქნებაო. 70-დან წამოვიდნენ 60-ო, 60-დან 50-ო. ახლა ამბობენ 40-ო, მაგრამ არც ეთნაირი ფასის კლიენტი არ მოსულა. აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით რეგიონში წელს ციტრუსის რაოდენობამ 100,000 ტონას მიაღწია. პალატის თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ ტუხუშის განცხადებით დღეისათვის უკრაინაში, რუსეთში და შუა აზიის ქვეყნებში 7,918 ტონამდე მანდარინია გასული. აჭარაში წელს იყო დაახლოებით 100,000 ტონამდე მოსავალი, საშუალოდ რო ვთქვათ. აქედან დღეისათვის ექსპორტზე გასული არის 7,918 ტონა. ეს არის მონაცემები, რომლებიც დაფიქსირებულია სავაჭრო სამრეწველო პალატაში. აქედან უკრაინაში არის გადატვირთული 5,471 ტონა, ხოლო რუსეთში არის 1,765 ტონა გადატვირთული. დანარჩენი 682 ტონა არის სხვადასხვა ქვეყნებმა. როგორც უწყების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, ციტრუსის გადამზიდავ კომპანიებზე სულ 220 სერტიფიკატი გაიცა. ჯუმბერ ტუხუშის განმარტებით, რუსულმა მხარემ წელს ციტრუსის ნაყოფის ხარისხზე სპეციალური მოთხოვნები დააწესა. მისი თქმით, ქართული მხარე მოთხოვნებს შეძლების დაგვარად იცავს. ჩვენ ამ სეზონთან დაკავშირებით დაგვემატა რუსეთის ფედერაცია, ასე ვთქვათ, რომლის ბაზარი გაიხსნა ქართული ციტრუსისათვის, ეს გადაწყვეტილება იყო და აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნები, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას, შესაძლოა დაგვარად ჩვენ მაცნობთ ექსპორტიორებს. საკითხთან დაკავშირებით მაცნე მთელი დღის განმავლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდა. საულ ფუტკარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარესთან თათბირზე იმყოფებოდა.